პოლიტიკურ მოძრაობას, რომელსაც ქვია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ჰყავს 200,000 ამორჩეველი მინიმუმ. მეტი ყავს ალბათ. მაგრამ აი 200,000 ერთგული ამორჩეველი ჰყავს. რაც არ უნდა მოხდეს, ისინი სწორედ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აძლევენ ხმას. რა მნიშვნელობა აქვს, რა გინდა რა მიზეზით. მიხეილ სააკაშვილი მოსწონთ, მიხეილ სააკაშვილი არ მოსწონთ, თინა ბოკუჩავას ენდობიან თუ სხვა რომელიმე ლიდერს, ისინი მყარად არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლები. პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელშიც არის ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას ახალი, ზურაბ გირჩი, ჯაფარიზის გირჩი და ელენე ხოშტარიას დროა ამ უკანასკნელს ისიც თქვენ რაც დაემართა რამდენად ჯოჯოხეთურად მოექცა არსებული რეჟიმი. ხავს პლუს მინუს დაახლოებით ამდენივე, ანუ 200,000 ამორჩეველი. რა მნიშვნელობა აქვს, რატომ აძლევენ მოქალაქეები ხმას ამ პოლიტიკურ მოძრაობას, ისინი აღარ ენდობიან ნაციონალურ მოძრაობას და აი ამ სეგმენტში სწორედ ვის და სწორედ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას დაუჭირეს მხარი. მე კვლავ ვიმეორებ, მინიმუმ მეთქი. თუმცა თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ არჩევნები გაყალბდა, ანუ ამ ორ პოლიტიკურ სუბიექტს და სხვებსაც დააკლო ხმები არსებულმა რეჟიმმა, შესაბამისად მეტი ჰყავთ, მაგრამ მოდი მაინც ერთი წუთით თქვათ, დავასახელოთ სწორედ ეს მინიმალური რაოდენობა. ჩემი მათემატიკის მასწავლებელი მასწავლიდა და კარგადაც მასწავლა, რომ 2-ს მივუმატოთ 2, ანუ 200,000 ჩვენ შემთხვევაში მივუმატოთ 200,000, არის 400,000. დავიმახსოვროთ ეს რიცხვი და გადავიდეთ შემდეგ პოლიტიკურ ჯგუფს. ეს არის ძლიერი საქართველო, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, საბა ბუაძე, სხვები, ლევან სამუშიას გახსენებათ შეიძლება, ფიქრია ჩიხრაძისა, სხვების. აი ამ პოლიტიკურ ჯგუფს, გრიგოლ გეგელიაც იქ არის, ამ პოლიტიკურ ჯგუფს პლუს მინუს ყავს ამდენივე ამორჩეველი 200,000. კვლავ ვიმეორებ, არჩევნები კი გაყალბდა, მაგრამ მე აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ გაყალბდა, ვასახელებ იმ მინიმალურ რაოდენობას, რომელსაც აღიარებს თავად ქართული ოცნებას, ანუ თავად ქართული ოცნებაც ამბობს, რომ თუ ერთმა, თუ მეორემ და თუ მესამე პოლიტიკურმა ჩემს მიერ დასახელებულმა ჯგუფმა მიიღოს სწორედ პლუს მინუს ამდენი ხმა. ახლა ამ ქართული ოცნების ბანდიტური დაჯგუფების ანგარიშით წავიდეთ და მეოთხე პოლიტიკური სუბიექტი დავასახელოთ, ეს არის გახარიას პოლიტიკური ჯგუფი. პლუს მინუს ამ ჯგუფსაც ყავს 200,000 ამორჩეველი. რა მნიშვნელობა აქვს, რატომ მისცეს ხმა? იმიტომ რომ ქოცები აღარ მოსწონთ, იმიტომ რომ გახარიას საუკეთესო მენეჯერად მიაჩნიათ, იმიტომ რომ დიმიტრი ცქიტიშვილია მათი ფავორიტი თუ ნათია მეზრიშვილი, მნიშვნელობა არ აქვს ამას. გახარიას პოლიტიკურ ჯგუფსაც ხავს დაახლოებით პლუს მინუს 200,000 ამორჩეველი. ჩემი მათემატიკის მასწავლებელი მასწავლიდა, რომ 400,000, აი პირველი 400,000 რომ დავასახელე, მეორე 400,000 რომ მივუმატოთ, გამოვა 800,000. ახლა კიდევ 2-3 პოლიტიკურ ჯგუფს შევეხები. ეს პოლიტიკური ჯგუფებია ასე მაგალითად გიგა ბოკერიას, თამარ ჩერგოლიშვილის და სხვა ახალი ლიდერებიც ჩნდებიან ამ პოლიტიკურ ახალ ჯგუფში, ქვია ამ ჯგუფს ფედერალისტები. ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხავს ოფიციალურად, კი არა, აი ამ ქართული ოცნების ანგარიშით ამ პოლიტიკურ ჯგუფს ამორჩეველი, იმიტომ რომ მათ არ მიუღიათ მონაწილეობა 26 ოქტომბრის არჩევნებში, თუმცა ვარაუდობ, რომ ევროპული საქართველოს ყოფილ ლიდერსა და ლიდერებს, მოდი ასე ვთქვათ, ეყოლებათ 60, 70, 100 უკვე დღეს 100,000 ამორჩეველი. ესე იგი 800,000 რომ მივუმატოთ 100,000, გამოდის რომ 900,000. მათემატიკის მასწავლებელი ჩემი მასწავლიდა ამგვარ მარტივ არითმეტიკას. 800 მივუმატოთ 1 არის 9, მეუბნებოდა 9. მეოთხე პოლიტიკური ჯგუფის დავასახელოთ, ეს
ეს არის თავისუფლების მოედანი, რომელიც ერთი ხანობა ლევან სუცკირიძის თავკაცობით შექმნილი ეს ახალი პოლიტიკური ჯგუფი, ერთი ხანობა იყო ბამუკა ხაზარაძის ძლიერ საქართველოში ალიანსში, რომელშიც ხვებიც არიან ალიკო ელისაშვილი, ანა დოლიძე, გარდა დასახელებული პირებისა და ლევან სუცკირიძეს ყავს კარგი გუნდი, მე თუ მკითხავთ და აი მოდი სულ მინიმუმი ვიტყვი, ხო არ მიწყენს ლევანი 60,000 ამორჩეველი ეყოლება თუ ხავს ამ პოლიტიკურ ჯგუფს. 900 მივუმატოთ 60,000, 960,000 გამოდის. ეხლა რატომ დავასახელო ასე მაგალითად ლეიბორისტები, მაგრამ ქართული ოცნების მახინჯტვინში რა ტრიალებს მე ხო არ ვიცი. ამიტომ ლეიბორისტებსაც მივათვლი თქვენის ნებართვით მით უფრო რომ ლეიბორისტები საკმაოდ აქტიური კრიტიკოსები არიან ქართული ოცნებისა. ბატონი შალვა ნათელაშვილი არ ჩერდება და ერთი ხანობა რომ დაასცინიან და მასზე ამბობენ ფანჩატური ჰქონდა მოწყობილიო პარტიის ეზოშიო, ხო? მას ხელი ჩამორთმეული აქვს ცალკეული პოლიტიკოსებისათვის ყველა იმ პრაქტიკულად ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფიდან გახარიას გარდა, ვინც მე ჩამოვასახელე. გახარიასთვის არა აქვს ჩამორთმეული რამდენადაც მახსოვს. შალვა ნათელაშვილს ხო ეყოლება 140,000 ამორჩეველი. 900 მივუმატოთ 60,000 ლევან სუცკირიძისა და მივუმატოთ 40,000 შალვა ნათელაშვილისა გამოდის 1 მილიონი ამორჩეველი. ხოდა ქართული რუსული ოცნება აპირებს რომ გააუქმოს ყველა ეს პარტია. ანუ არა მხოლოდ 200,000 ამორჩეველი რომ ხავს მინიმუმ ის ნაციონალური მოძრაობა, არამედ ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ასე თუ ისე ქართული ოცნების აზრით, წარმოდგენით, ფიქრით აფილირებულია ირიბად თუნდაც ნაციონალურ მოძრაობასთან. შესაბამისად, ქართული ოცნების მათრახი მოხვდება არა მხოლოდ გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას, არამედ უკვე ჩანს რომ მოხვდება ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძის ჯგუფს, ანუ ძლიერ საქართველოს და გაგიკვირდებათ და მოხვდება ნამდვილად ბიზინა ივანიშვილის პირად მტერს, რომელზეც მე არა ვარ განსაკუთრებული აზრის, არც მის მენეჯერობაზე სხვათა შორის და ბევრი შეცდომა დაუშვია ჩემი აზრით, გახარიასაც თავისი 200,000 ამორჩევლით. ლევან სუცკირიძესაც ლევანთან ბოდიში მიასრისავენ ამასობაში და იტყვიან რომ შენ მეგობრობდი ხაზარაძესთანო და კარგი ურთიერთობა გქონდა ნაციონალური მოძრაობის ცალკეულ წარმომადგენლებთან, სამჯერ გამარჯობა გაქვს ნათქვამიო. ეშეთ შენი 960,000 ადამიანის პრეზენტატორი პოლიტიკური პარტიები და შალვა ნათელაშვილის მისრესვას რაღა უნდა. ანუ პარტიებს თუ აუქმებს და მე უკვე ნიშნავს, ან არ ნიშნავს, მაგრამ ერთ წამს ვთქვათ რომ ნიშნავს არჩევნებს რიგგარეშეს. ეს ახალი არჩევნები პრაქტიკულად კონკურენციის გარეშე ჩაივლის. ეხლა თუ ვინმეს გონია რომ იაგო ხვიჩიასსა და ვახო მეგრელიშვილის გირჩი, იმასაც გირჩი ჰქვია, ხო? გირჩი რამე კონკურენციას გაუწევს ერთიან კი არა ქართულ ოცნებას, ან ხალხის ძალა ქართული ოცნებისაგან განსხვავებული პოლიტიკური კონგლომერატი ძალა, ფსევდო ოპოზიცია არ არის, ამ შემთხვევაში ნუ ეხლა იმ ვინმეს ვერაფერს ვერ ვეტყვი. და შესაბამისად თუ სხვადასხვა მიზეზით, რა გინდა რა მიზეზით კომისიის დასკვნაზე დაფუძნებით საკონსტიტუციო სასამართლოში შევა სარჩელი, რომლის ავტორიც იქნება ქართული ოცნება და მისი ცალკეული წევრები. გააუქმებენ ჯერ ნაციონალურ მოძრაობას და მერე ხურდაში მიაყოლებენ უკლებრივ ყველა სხვა პარტიას, კლავ ვიმეორებ 1 მილიონის დაახლოებით წარმოიდგინეთ 1 მილიონი ამორჩევლის პრეზენტატორები, ანუ ვისაც ენდობა 1 მილიონი ამორჩეველი და ჩვენთან არჩევნებზე ცხადდება როგორც წესი 2 მილიონი, ოდნავ მეტი, ოდნავ ნაკლები ამორჩეველი, 50% ამორჩევლის 50%-ის რჩეულები პოლიტიკაშიც კი ვერ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებშიც და ესე სახელობითად დაივლის და იტყვის ქართული რუსული ოცნება რომ შენ თინა ბოკუჩავა, შენ გიგი უგულავა, შენ ზურაბ ჭიაბერაშვილო, შენ მამუკა ხაზარაძე, შენ გია ჯაფარიძე, შენ ზურაბ ჯაფარიძე, შენ ბადრი ჯაფარიძე, შენ სოფო ჯაფარიძე
მოკლედ ჯაფარიძეებს განსაკუთრებით დაერევა, მეთქი ამის თქმა კი არ მინდა, მაგრამ მაინც შენ გიგა ბოკერია, შენ თამარ ჩერგოლიაშვილო, შენ შალვა ნათელაშვილო, შენ გუბა სანიკიძევ და მის შვილსაც ლევან სანიკიძესაც ხო მოვაყოლებს ამასობაში მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ადრე ყოველ შემთხვევაში გადაკვეთა ვერც ექნებოდა ამ ახალგაზრდაკაც, ყველას გააუქმებს და პოლიტიკაში ყოფნასაც აუგზალავს ეს რუსული ოცნება. ჩვენ კი ვითხოვთ არჩევნებს. სწორი მოთხოვნა. ბოდიში ამასობაში რომ არ დამავიწყდეს სალობე ზურაბიშვილსაც აუგზალავს ესე პერსონალურად და გიორგი მარგველაშვილსაც აუგზალავს ესე პერსონალურად. რა ვიცი კიდე ვის არა. ხო ვინც პოლიტიკაში არ არის შესაძლოა აღარ არის ხო? მაგალითად თინა ხიდაშვილს აღარ არის ფორმალურად პოლიტიკაში, მაგრამ თინაზე იტყვის რომ შენ თავის დროზე გქონდა ურთიერთობა ნაციონალურ მოძრაობასთან, ზვია ძიძიგურზეც კი იტყვის ამას ეკაბესელიაზე და სხვებს. ხო და ჩვენ ამასობაში ვითხოვთ არჩევნებს. მართებულადაც ვიქცევით, აბა რა. არჩევნები უნდა დაინიშნოს. ვინ ერთნი ამბობენ რომ ეს უნდა იყოს ხელახალი არჩევნები, მეორენი ამბობენ რომ ეს უნდა იყოს რიგგარეში არჩევნები. მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ კიდევ ერთი არჩევნები უნდა დაინიშნოს არა უგვიანეს 2025 წლის აკი, ამიტომაც დგანან მოქალაქეები ამ წუთებშიც. არიან ისინი რუსთაველის გამზირზე და სწორედ ამ წუთებში მაღალი ალბათობით იკეტება მორიგჯერზე რუსთაველის გამზირი, რომ არ დამავიწყდეს პაატა ბურჭულაძესაც აუგზალავი პოლიტიკაში ყოფნას იმღერე ბატონო პაატა სხვა არც არაფერი გევალებაო ეტყვიან. ხო და აუგზალავენ რა პოლიტიკაში მოღვაწეობას, ვარს ყოფნას, არჩევნებს შეიძლება ჩაატარებენ, ან არ ჩაატარებენ. ერთ წამს დაუშვათ რომ ჩაატარებენ და ეხლა ვიკითხოთ, ვისთან ერთად ტარდება არჩევნები. არის თუ არა ლეგიტიმური, როგორც შიგნით, იქნება თუ არა ლეგიტიმური, როგორც შიგნით, ეს არჩევნები მომავალი თუ დანიშნავენ ამ არჩევნებს, ისე გარეთ. ცხადია არა. ცხადია, როდესაც ესეთი აპარტეიდული რეჟიმია შექმნილი პრაქტიკულად, როდესაც რა გინდა რა ნებისმიერი ნიშნით უკრძალავს პოლიტიკოსებს არჩევნებში მონაწილეობას არჩეული პირის სტატუსით ყოფნას და შესაძლოა ამ არჩეული სტატუსიც კი აუგზალონ მათ, ხო, ამგვარ არჩევნებს აზრი არ აქვს, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს. ახლა მაქვს ერთი იდეა, რის გამოც ვწე საბოლოო ჯამში ამ ვიდეო ბლოგს, ეს წინარე ისტორია რაც გიამბეთ, ეს არის უბრალოდ შესავალი, ჩავთვალოთ ასე, ან სიტუაციური აღწერა, რაც ხდება. აუქმებს რა პარტიებს, კანონგარეშე აცხადებს რა პოლიტიკურ პარტიებს, ეს პოლიტიკური პარტიები ამ ძალაუფლების მქონე პირთა რეპრესიული მანქანის გათვალისწინებით არჩევნებში რომც დაინიშნოს არჩევნები, მონაწილეობას ვერ მიიღებენ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, მე ამას გულახდილად ვკითხულობ, ხომ არ დადგა დრო, რომ საზოგადოებამ მოითხოვოს პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, სინდისპატიმრების განთავისუფლება, მაგრამ მოხსნას თხის წესრიგიდან ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხი ამათ ხელში ყოველ შემთხვევაში და დააყენოს სავსებით კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნები. პოლიტიკური მოთხოვნები ეხლა რომ დავიწყო ერთი 40 მოთხოვნას ჩამოგისახელებთ, მაგრამ მოდი რამდენიმეს გავაერთიანებ. მაგალითად, გაუქმდეს რუსული კანონი, გაუქმდეს ეგრეთ წოდებული ფარა, გაუქმდეს მაუწყებლობის შესახებ კანონის როცვლიან ის კანონი, გაუქმდეს კიდე რაღაც სხვა კანონები და ასე შემდეგ. აი ეს არის მოთხოვნა მიტინგისა, რომელიც უნდა გაიმართოს პირობითად რაღაც 18 აპრილს. და ეს 19-ში 20-ში ვიდრე არ გააუქმებენ. როდესაც ამას გააუქმებენ, თუ გააუქმებენ, მე რომ დადგეს დღის წესრიგში მეორე მოთხოვნა, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ და უნდა მივიდეთ იქამდე, რომ უნდა ვთქვათ შემდეგი რამ. გადადგეს ირაკლი კობახიძის მთავრობა. კარგად ხსნი? გადადგეს ირაკლი კობახიძის მთავრობა, იმდენად რამდენადაც ირაკლი კობახიძის მთავრობა არის უკანონო, დაინიშნოს ახალი დროებითი მთავრობა, რომელიც მოამზადებს ქვეყანას თუნდაც საერთაშორისო ევროკავშირის ფასილიტაციით, შეერთებული შტატებისა და ფასილიტაციით და ევროკავშირის ფასილიტაციით მოამზადებს ქვეყანას ახალი არჩევნებისთვის. ამ ახალ არჩევნებს ეს დროებითი მთავრობა ჩაატარებს პირობითად 9 წელიწადში, როგორც ქართულ მოხსნებამ თავად თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე 4 წლით დაისვენოს, თუ მაინც და მაინც საკუთარი თავი ქართულ ძალად მიაჩნია და თუ რუსული ძალა რაც არის კიდეც 4 წლის განმავლობაში გამოირკვევა მისი საქმეები და
მას პოლიტიკურ ამ პარტიას იმ კანონმდებლობის ნაწილის ან ახალი კანონმდებლობის თანახმად აეგრძალება პოლიტიკაში ყოფნა. ხო, ჩვენ კი გავაუქმებთ ამ კანონს და გააუქმოს უფრო ზუსტად მანვე ეს კანონი, მაგრამ ახალი კანონი იქნება მიღებული, რომელსაც ეკრება დავუშვათ ილუსტრაციის ან რუსეთთან კოლაბორაციაში ყოფთა მხილების კანონი. აი ეს არის გამოსავალი და არა ახალი არჩევნების მოთხოვნა, მით უფრო რომ ჩვენ არა ვართ დარწმუნებულნი, რომ რომც დაუშვას ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი საქართველო, ახალი კახარიას პარტია, ფედერალისტები, სხვები არჩევნებში, ჩვენ არა ვართ დარწმუნებულნი, რომ გაყალბების იმ მექანიზმებს, რომლებიც მან გამოიყენა და ესეთი არის 20-მდე მინიმუმ 26 ოქტომბრის არჩევნებში არ გამოიყენებს ხელ ახლა. და კიდევ ერთხელ არ მიაყალბებს, მოაყალბებს, გააყალბებს, შმააყალბებს და ასე შემდეგ არჩევნებს, რომლებსაც არც დანიშნავს, მაგრამ თუ დანიშნა ჩვენი მოთხოვნების, ჩვენი ულტიმატუმების შესაბამისად. დიახ, მაგალითად, სად არის მე არ მაქვს ხელს სამწუხაროდ, მაგრამ სად არის ის არა მაქვს ჩემი. სად არის ის ყალბი პირადობის მოწმობები, რომლებიც ჩამობეჭ და უხვათ ქართულ მოცნებამ. ხო, სახში უდევთ ვიღაცებს, ხო? შესაბამისად, იმის კონფისკაცია როგორ უნდა მოხდეს. ეს არის გაყალბების ერთი მეთოდი 20-დან. ესეთი არის დანარჩენი კიდე 19 და ხო და ჩვენ რაღაცა არა ვართ დარწმუნებულნი იმაში, რომ ქართული ოცნება გაყალბების ამ მექანიზმებს კიდევ ერთხელ არ გამოიყენებს. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს უნდა ვთხოვოთ, კი არა, მოვთხოვოთ შემდეგი. შენმა პარტიამ 4 წლით მინიმუმ და შესაძლოა სამუდამოდაც და ისვენოს, ანუ წავიდეს. და ინიშნოს დროებითი მთავრობა და შენ გაძლევთ ბოდიშ ვიხდი ბიძინა ივანიშვილის ბენეფიტი რა არის? შენ გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას და თუ ეს არ მოხდება, მაშინ მოხდება ის, რისით ქმაც ბევრ ჩვენგანს არ უნდა. და მეც სიმართლე გითხრათ, ვერ იდები ხოლმე. ამ შემთხვევაში მოხდება შალვა პაყუაშვილს შეუძლია ახლა მოკალათდეს მამუკა მდინარაძესაც და ქალბატონმა ნინო წილოსანმა შესაძლოა უნდა მოიმარაგოს ეგრეთ წოდებული კაპლები. ამ შემთხვევაში მოხდება ბატონებო რევოლუცია. არ მოხდება ის დღეს, არ მოხდება ის ხვალ, მაგრამ აუცილებლად მოხდება ამ ისტორიის ერთ-ერთ საკვანძო მომენტში ზეგ პირობითად ცხადია და ეს რევოლუცია იქნება ძალიან მძიმე, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისათვის, რომელიც გაიზიარებს რომელი დიქტატორი დაგისახელოთ. რამდენიმეს დასახელება შემიძლია ან იმის, ან მილოშევიჩის, ან კადაფის, ან იანუკოვიჩის, ან ჩაუშესკუს, ან სხვების და სხვების ბეც. ხოლო დანარჩენების ბუნდღა და სკლინტი, არა, მოდით თუნდაც ესე ვიტყვი ბუნდღა და სკლინტი არ იქნება ქართულ პოლიტიკაში. ნახვამდის. რევოლუციის მოხდენის შემთხვევაში, ამიტომ თავად ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს ახლა რა გზას ირჩევს. გზას პირობითად ჩაუშესკუსი თუ გზას უსაფრთხოებისა, რომლის გარანტიასაც მისცემს ალბათ უკლებლივ ყველა პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ის ადეკვატურად ითამაშებს. მე სიმართლე გითხრათ ეჭვი მეპარება, მაგრამ მაინც ამიტომ ბუნდღა აღარ იქნება ბევრისა და მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა. ნახვამდის.